მოგესალმებით მეგობრებო, ვაგზავნეთ World Games ნორვეგიით ნაკრებით მართალია ვიდეო არასულა 100 ნახვაზე, მაგრამ ვიწყებთ ნორვეგიის ნაკრებით მსოფლიოს გეიმებს და იმედი მაქვს რომ კარგი ვიდეო გამოვა და რა თქმა უნდა ლეგენდარიზე ავიღეთ World Class-ი დავაჭირე მეგობრებო. არა, ლეგენდარიზე დამიჭერია მარცხენა დაბალკუთხეში დახედეთ. ლეგენდარიზე ვიწყებთ არგენტინასთან ყველაზე რთული მეტოქი ერთ-ერთი. შეხვდა ჩვენ მერვე ფინალიდან ვიწყებთ ერთ თამაშიანი არის ეს დუელი როგორც ისიც და სამწუხაროდ არასულა, მაგრამ იმ 47 მნახველმა რა დააშავა. ამიტომ ეს ვიდეო არის იმისთვის, რომ ამ ვიდეოს თუ ავიყვანთ 100 ნახვაზე, ჰაიტით ვითამაშებ ლეგენდარიზე. მეტი ყველაზე რთულს ვაიღებ. ჰაიტიდან ყურუსაოთი. მართლა ვიღოთ ჰაიტიდან ყურუსაოთი, მე უფრო ჰაიტი მინდა. ჰაიტით ვითამაშებ ყველაზე რთულზე, ანუ ლეგენდარიზე, ჰაიტით ვითამაშებ სოფლიოს ჩემპიონატს და აი იქნება ყველაზე რთული ჩემი აზრით, რაც შეიძლება რომ გავაკეთებინა და ნუ ანახოთ. დეპოლი, როდრიგო დეპოლი და აქ აიღებს ფურცს მეკარე. მარტო ნილენდი არ ვიცი და ჰეგემი არ ვიცი ნორვეგიიდან. ძალიან კარგი ნაკლები ყავს ნორვეგიასაც. აი ესეთი დროის გაწევები უნდა გავაკეთოთ და ჩვენი მომენტი უნდა გამოვიყენოთ. და ისაც ნუსა არის სწრაფი. ნუ ნორვეგიას ძალიან მაგარი თაობა დაუდგა და ძალიან ბედნიერი უნდა იყოს. ეხლა ვიყუვინებით სორლოტი, რომელსაც ატლეტიკოს საოცარი სეზონი აქვს და ეხლა აქ არ არის ამ სხვა სორლოტი. აქ ბერგეთი 2 წუთით ნუსამ შეირბინა ნუსა. სორლოტი, რომელსაც ატლეტიკოს საოცარი სეზონი ჰქონდა, ჰალანდი მანჩესტერ სიტის და პრემიერ ლიგის ბომბარდირი. კარგი შეტევა გვაქვს ლუის ბობი შეტეხა ლუის ბობმა დაარტყა და რა ბურციგერიებს ემილიანო მარტინესის სეივი. ხურებზე კარგი გუნდი უნდა წესი დარიგით, აქ აი მოიგო თაური. ბობი, რომელსაც ფულემში მანჩესტერ სიტის აღზრდა და ფულემში გაანათხოვრეს თუ გაყიდეს. ვოლფე, რომელიც დორტმუნდში თამაშობს და რიერსონიც და ვოლფეც. აქ უნდა გადავწიოთ მეკარენი ლენდი და ხულიან ალვარესმა ძალიან კარგად დაარტყა და აი გარეში გახსნა 32 წუთში. არა უშავს, მე ვიტყოდი, გოლის გატანის ამბიციები ჩვენს გვექნება ამ თამაში და მომენტიც აუცილებლად იქნება ერთი მომენტი მაინც რომ გავიტანოთ. ნუსა ეს უმაგრესი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰალანდი. აი ჰალანდით მაქვს იმედი რომ გოლი გავიტანოთ. ჰალანდი ისევ ბერგე რა ბურციგერიებს ერლინგ ბრაუნ ჰალანდი დამატებაზე. ემილიანო მარტინესი საოცრება, მაგრამ ერლინგ ბრაუნ ჰალანდი დამატებებზე როგორც იცით საუკეთესოა და რა გოლს იტანს. ჰალანდის ეს შეტევა ნახეთ გააძვრა ბერგეს საბოლოოდ. დაარტყა ბერგემ, რომელიც ფულემში თამაშობს. მერე ჰალანდმა დაამატა და გაიტანა. საუბრობთ კიდე რიერსონი და ვოლფე, დორტმუნდის ფეხბურთელები, ბობი, რომელიც ფულემში საოცარიანმა კარგი სეზონი ჰქონდა მანჩესტერში აღზრდილი, ნუსა ლაიფციგის ფეხბურთელი, ძალიან მაგარი, ოდეგორი მოქმედი ვიცე-ჩემპიონი არსენალის ფეხბურთელი და ისა რა ქვია, პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი. ჰალანდი სიტიში საოცარი სეზონი ჰქონდათ, ცოტა დააკლათ ტრებლი შეესრულებინათ, მაგრამ ვერ შეასრულეს. კარგი გუნდი იყო წელს სიტი. ლუის ბობი ფულემში მანჩესტერ სიტიდან განათხოვებული ფულემი და ვოლფე და ის გითხარით უკვე რომ ერთად თამაშობდა სიმონ აიარი. ფეხბურთელიც ძალიან კარგია. ნუსა ძალიან სახიფათოა. ჩაურბენს ეს ვოლფე კარგი იყო, ვოლფე ჩარბენა. ეხლა გვინდა პოზიციური შეტევა. არანაირი გარის ყვა სწრაფია, ნელა შეუძლიოთ უნდა. დარტყმებიც კარგი აქვს ნორვეგიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს, აქ ვოლფე წამოეპარა და კარგათაც წამოეპარა. ჰოგემი კარგი იყო. ვოლფე თუ წამოეპარა აქ. სამწუხაროდ ალიაფეგომ ჩაგვიჭრა, მაგრამ ალიაფეგოს საშინელი პასი და მარა ცუდი პასი არ გამოსულა საბოლოოდ, მაგრამ ბერგე აქ მოწოდების სიმაღლეზეა და კარგია ბერგე ორი არის, ერთი ბერგი არის და მეორე ერთი ბერგი. ეხლა ბერგს ქონდა მომენტი, ბერგე არის შავთმიანი. ჰედგემი აქ გარისკაცოტა, მაგრამ თავით რა თქმა უნდა პასის გაკეთება ნილენზე შეიძლება. ვოლფე
კარგია ბერგე. ნუსა. დაამშვიდეს ნუსა. კამპასი, კი ბატონო. დრო დაგვრჩა შეტევისთვის მე ბოლოს. ისე მოახერხებთ. ჰედგემი. ვოლფე, არონ ვოლფე. ჰეგემი. ვოლფე და ჰეგემი კარგად არიან ერთად კუთხეში და ნუსა. და ვიწყეთ უკვე ბოლო შეტევას ამ თამაშში. 92 წუთი დაიწყო. ოდეგორი, კარგი პასი ჰალანდზე დატრიალდა ჰალანდი. ერთი შეტევა კიდე გვაქვს, ერთი შეტევის საფუძველი. დარტყმა! ემილიანო, ეს კაცი დგას კარში და როგორ გინდა რომ აქ ესეთი დარტყმული გაუტანო ემილიანო მარტინესია ბოლოს და ბოლოს საუკეთესო მეკარი წინა მსოფლიოსი, ორგზის ბალონდორზე საუკეთესო მეკარის წლის და ანუ არ ვიცი საერთოდ რა ჯილდოები არ გინდა რომ კონდეს ემილიანო მაინც ასტონილას თამაშობს, ეგ არის ყველაზე სასაცილო ალბათ რომ მაინც ასტონილას თამაშობს, მაგრამ ერთგულიც არის და დავაფასებელია ეგ რა თქმა უნდა. გამოქვს რიერსონი კარგი იყო. ლუის ბობი ცენტრში პასი გასაკეთებელი ლუის ბობს და რა ცუდი პასი გააკეთა ჯერ ხო დაუბრუნა რომერო კრისტიან რომერო აიარი კარგი შეტევა გვაქვს აიარი სიმონ აიარი აქ რა საკეთებს სიმონ აიარი ვოლფე რომ არა აქ სიმონ აიარს რამხელა შეკიდებოდა კისერზე სიმონ აიარმა ძალიან გარისკა. პენალტი მოდით შეგვიძლია მიყვანა, მაგრამ მოდი რატომ მივიყვანო? ეხლა 15 წუთს დავიჭერ ბურთს, კარგად ვეთამაშებ არგენტინას, მე ვიტყოდი. ეხლა და ბოლო 118 წუთზე შევუტევ რა. ეს არის ჩემი ტაქტიკა ყოველთვის, ხო? როცა ცოტა დრო არის, ბერგე, შიდად დავიჭიროთ ბურთი და 118 წუთზე წამოვიწყოთ შეტევა. ეხლა რაღაცა ამ მოიგონოთ ჩვენ ფეხბურთელებმა, აქ არის წნეხშიც არ ვართ რომ მოსაგონე გქონდეს რამე და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ შეტევა ნელა მალე. ვოლფე, კუთხე საერთოდ არიელია ვოლფე. ბერგე. ჰალანდი დაარტყა ჰალანდმა ემილიანო მარტინესი მეგობრებო. ჩვენც ქონდა კარგი ბევრი მომენტი და ემილიანო მარტინესი რომ არ იდგეს ახლა კარში. აქ იქნებოდა 3-1 აქ შეტევა დაამთავრა. უნდა შეტევასაც არ. პენალტების სერია გველოდება. დავიწყოთ. ალმადა. ალმადა და რა გამოუცნო კუთხე მეგობრებო, მაგრამ ძალიან უკიდურესი კუთხე მივცეთ. ნუსა. ჩვენც უკიდურესი მივცეთ. სად დაარტყა ნუსა? ხულიენ ალვარესი. არა, აქ დაარტყა. ესეც გამოუცნო კუთხე მეკარე. ილენდება, მაგრამ შუაში. გაუჭიროს უნდა ჰალანდი. რა თქმა უნდა გაჭირო. ყველაზე საპასუხისმგებლო რომ მესის თუ პენალტს აუღებდა ვნახოთ. არა, აქეთ დაარტყავდა კიდევ. გაიტანა ლუის ბობმა კარგად დაარტყა პენალტის საბოლოოდ. აქ მაკალისტერი უნდა აიღო თხონილენთ, ერთი ბურთი აიღო ნილენდმა, ბრავო! ბერგე, შუაში, ბერგეცი გატანილია მეგობრებო, ეხლა რა არის მნიშვნელოვანი? როდრიგო უხვიცოდი რო აქეთ დაარტყავდა, მაგრამ არა. არგიც. და ოდეგორი, ოდეგორმა იმედი მაქვს, რომ არ გავრიწყდა ისე შუაში დავარტყა. გაიტანა ოდეგორმა ძალიან მშვიდად. ენცო. არის ხა აქეთ დაარტყავს რაღაც გონია ენცოს. აუღა ნილენდმა! თუ ვიტანთ ვიგებთ. ბერგემ გაიტანა! არგენტინა გავაგდეთ მეგობრებო!
სწორი ტაქტიკით და ყველაფრით არგენტინა გაგდებულია. მერვედ ფინალიდან და გავდივართ მეოთხედ ფინალში. არ ვიცი მეგობრებო, საოცრება მოვახდინეთ ეხლა. არგენტინა გავაგდეთ პენალტების სერიაში. მეტი ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს, რა თამაში ამოუტრიალეთ. ესე იგი, ეხლა რა ხდება? იტალია არ გეგონით მსოფლიო ჩემპიონატი არ არის, მსოფლიოს გეიმებია. 3-0 მოუგო იტალიამ ინგლისს, 4-0 მოუგო პორტუგალიამ თურქეთს, კოლუმბიამ სენეგალს 4-1 მოუგო და წყილებია იტალია, ნორვეგია გახია იტალია, ნორვეგიამ. პორტუგალია, კოლუმბია, ძალიან საინტერესო წყვილი. მერე ბრაზილიამ 3-2 მოუგო ბელგიას, სრულიად ლოგიკურად. 2-0 მოუგო საფრანგეთმა გერმანიას, აქაც ლოგიკურად მე ვიტყოდი და ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი არის წყვილი. 5-0 ხორვატიამ მოუგო, ხორვატიას მოუგო ესპანეთმა და მაროკო მოუგო ურუგვაის 2-1. აქ რო ინგლისი ყოფილი იყო უფრო იტალიასთან მერჩევნა, მაგრამ ეხლა ამის შემდეგ ვიდეოს ნაცვლად და აბა ნახვამდის.